ამ წიგნის წაკითხვა იმ შოკური თერაპიის თავიდან გავლას გავდა, რომლის დახმარებითაც 10 უკვე გარდაცვლილმა ლუდვიგ ფონ მიზესმა 50 წლის წინ თავისუფალი ბაზრის მთავარ პრინციპებს მაზიარა. დროდადრო ეჭვმეპარებოდა ხოლმე და ვფიქრობდი, რომ ეს უკვე მეტის მეტია, მაგრამ ბოლოს შენი სიტყვების ჭეშმარიტებაში ვწმუნდებოდი. შეიძლება ეს წიგნი ზოგისთვის ზედმეტად მწარე-წამალებით აღმოჩნდეს, რომლის გემო გეზიზღება, მაგრამ საბოლოოდ ჯანმრთელობის აღდგენაში გეხმარება. ეკონომიკის რეალურად გააზრება წინასწარი წარმოდგენებისა და ცრუწმენებისგან თავის დახსნას მოითხოვს. ეკონომიკური ცნობილებები ყველაზე ხშირად სხვა საქმიანობების შესახებ უსაფუძვლო წარმოდგენებს ეფუძნება ხოლმე და ამ სტერეოტიპების მსხვერპლით შენ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს პოზიცია სულაც არ იყოს პოპულარული. ჰაიეკი. ამ წიგნში წარმოდგენილ ადამიანებს უმეტესად ბოროტმოქმედებად აღიქვამენ, მათ საქმიანობას კი საზიანოს უწოდებენ. ხშირად საზოგადოება საკუთარ თავსაც კი ძრახავს ასეთი გულისამრევი ინდივიდების შექმნისთვის, თუმცა ამ წიგნის ძალისხმევა შემდეგი 3 მოსაზრების ახსნისკენ იქნება მიმართული. მათ არანაირ ძალადობაში არ მიუძღვით ბრალი, მათ აბსოლუტურად ყველა სცენარში სიკეთე მოაქვთ საზოგადოებისთვის, თუ მათ საქმიანობას აუგრძელავთ, ამით წაგებულები დავრჩებით. ამ წიგნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ლიბერტარიანიზმია. ამ ფილოსოფიის ამომავალი პრინციპი კი ისაა, რომ არ შეიძლება არააგრესორების მიმართ აგრესიის გამოჩენა. აგრესიაში არ იგულისხმება ინიციატივა, შეკამათება, კონკურენცია, გაცხარება ან ანტაგონიზმი. აგრესიაში იგულისხმება ისეთი ტიპის ძალადობა, როგორიც ამკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა, გატაცება. ის არ უარყოფს ძალის გამოყენებას თავდაცვის მიზნით, ან თუნდაც ძალადობის საპასუხოდ. ლიბერტარიანული ფილოსოფია მხოლოდ ძალადობის წამოწყებას გმობს. აგრესიის გამოყენებას არამოძალადი ადამიანის ან მისი საკუთრების მიმართ. ამ სოფხედველობაში არაფერია გაუგონარი ან წინააღმდეგობრივი. ადამიანთა უმრავლესობა მას მთელი გულით დაუჭერდა მხარს. მართლაც, ეს ჩანაფიქრი უდევს საფუძვლად დასავლურ ცივილიზაციას, ასახულია კანონში, კონსტიტუციასა თუ დაუწერელ წესებში. ლიბერტარიანიზმის უნიკალურობა არ ამის საბაზისო პრინციპებში, არამედ იმ დაჟინებულობასა და ერთგვარ მანიაკურ ფორმაშია, რომლითაც ამ პრინციპს ვიყენებთ. მაგალითად, ადამიანთა დიდი ნაწილი ზემოთ აღწერილ პრინციპსა და საგადასახადო სისტემას შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს. ლიბერტარიანელებისთვის კი ეს წინააღმდეგობა ნათელია. გადასახადების ამოღება ითვალისწინებს აგრესიის გამოყენებას იმ არააგრესიული მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გადახდაზე უარს ამბობენ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას, რომ გადასახადების სანაცვლოდ მთავრობა საქონელსა და სერვისებს გთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეგრეთ წოდებული ვაჭრობა გადასახადის სახელმწიფო სერვისების სანაცვლოდ არანებაყოფლობითია. მოქალაქეს უარის თქმა არ შეუძლია. ასევე უმნიშვნელოა ის ფაქტი, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს უჭერს გადასახადების არსებობას. აგრესიის წამოწყება მაშინაც კი, თუ მას უმრავლესობა ემხრობა, არალეგიტიმურია. ლიბერტარიანიზმი აგრესიას ამ ნაწილში ასევე გმობს. აგრესიის წამოწყება მაშინაც კი, თუ მას უმრავლესობა ემხრობა, არალეგიტიმურია. ლიბერტარიანიზმი აგრესიას ამ ნაწილში ისევე გმობს, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში წარმოშობილ ძალადობას. კიდევ ერთი განსხვავება ლიბერტარიანელებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის ისაა, თუ როგორ ხედავს ეს ორი ჯგუფი ამ მოსაზრების, რომ ძალადობის წამოწყება ბოროტებაა, მეორე მხარეს. ლიბერტარიანელების აზრით, პოლიტიკური თეორიის ფარგლებში ნებისმიერი რამ, რაც არ იწვევს ძალადობის ინიცირებას, ბოროტება არაა. რაც არ იწვევს ძალადობას, არც დასჯადი ბოროტებაა და არც უკანონობად უნდა მიიჩნეოდეს. სწორედ ესაა ჩემი არგუმენტის პირველი ნაწილი. ეგრეთ წოდებული ბოროტმოქმედები სულაც არ არიან ბოროტმოქმედები, რადგან ისინი მშვიდობიან მოქალაქეებზე არ ძალადობენ. როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ საზოგადოების ბრჭყალებში ნაძილალათა გალერეაში არავინ შედის რაიმე ძალადობრივ ბოროტებას, რთულია არგუმენტის მეორე ნაწილს არ დაეთანხმო იმ ადამიანთა სულ შემადგენლობას, რომლებზეც საუბრობთ, მთელი საზოგადოებისთვის სიკეთე მოგვს. ეს ადამიანები აგრესორები არ არიან. ისინი არავის არაფერს აიძულებენ.
თუ საზოგადოების სხვა წევრებს მათთან საქმის დაჭერა უწევთ, ეს კომუნიკაცია სრულად ნებაყოფლობითია. ადამიანები მათთან მოხალისეობრივ ტრანზაქციებში იმიტომ ერთვებიან, რომ სანაცვლოდ რაიმე სარგებელს იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტ მოქმედებს ბრჭყალებში გარკვეული სიკეთე მოაქვთ. მესამე მტკიცებულება მეორედან გამომდინარეობს. თუ ვამბობთ, რომ ნებაყოფლობითი ვაჭრობა ყველა მხარისთვის სასარგებლოა, ამ ვაჭრობის აკრძალვა ყველა მხარეს უნდა ვნებდეს. მეტიც, ჩემი აზრით ამ აქტივობების აკრძალვა მხოლოდ ვაჭრობის პოტენციურ მხარეებს კი არა, მესამე პირებსაც შეიძლება ვნებდეთ. ერთი ზოგადი მაგალითი ჰეროინის გამყიდველის საქმიანობის შეზღუდვაა. ამ ქმედებით არა მხოლოდ გამყიდველი და კლიენტი ზარალდება, არამედ მთელი საზოგადოება, რადგან იმატებს კრიმინალი, პოლიციაში იზრდება კორუფცია და ზოგ შემთხვევაში კანონისა და წესრიგის სრულად ჩამოშლას ვიღებთ. ჩემი პოზიციის მთავარი ბირთვი ისაა, რომ კაფიო განსხვავება არსებობს აგრესიის წამოწყებასა და ყველა იმ ფაქტ შორის, რომელიც არ გვსიამოვნებს, მაგრამ არაძალადობრივია. მხოლოდ აგრესიული ძალადობა არღვევს ადამიანის უფლებებს. ძალადობისგან თავშეკავება საზოგადოების ფუნდამენტურ წესად უნდა მოვიაზროთ. ამ წიგნში განხილული ადამიანები მიუხედავად მათი ცუდი რეპუტაციისა არავის უფლებებს არ არღვევენ. შესაბამისად, მათზე სამართლებრივი სანქციები არ უნდა ვრცელდებოდეს. ჩემი რწმენით, ისინი განტებების ვაცები არიან, თავდასხმის ხილული სამიზნეები და თუ გვინდა რომ სამართლიანობა მიზეიმოს, ისინი უნდა დავიცვათ. ეს წიგნი ბაზრის დასაცავად გამოდგება. ის გამოყოფს თავისუფალი საბაზრო სისტემის იმ მონაწილეებს, რომლებსაც კრიტიკოსები ყველაზე მეტად ლანძღავენ. ამ ექსტრემალურ მაგალითებში თუ მოვახერხეთ თავისუფალი ფასწარმოქმნის სისტემის ორმხრივი სარგებლიანობისა და პროდუქტიულობის დამტკიცება, ეს ფაქტი ზოგადი ბაზრის დასაცავ არგუმენტებს კიდევ უფრო განამტკიცებს. თუმცა მნიშვნელოვანია თავიდანვე განმარტოთ, რომ ამ წიგნში ბაზრის მორალური კუთხით შეფასებას არ ვცდილობთ. არა და არა. არავინ ამტკიცებს, რომ ბაზარი მორალურ ეკონომიკური ინსტიტუტია. ჩვენ განვიხილავთ მოგება-წაგებაზე დაფუძნებულ ბიზნესს, რომელმაც კაცობრიობას სერვისებისა და საქონლის აქამდე არნახული მრავალფეროვნება მოუტანა. ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა მისი სიკეთე. ნაწილს კი, ვისაც არ გაუმართლა, შურით გული უსყდება. კაცობრიობის გემოვნების, სურვილებისა და მიდრეკილებების დაკმაყოფილების ბაზარზე უკეთესი საშუალება დღემდე არ მოუგონიათ. მეორეს მხრივ, სწორედ ეს ბაზარი წარმოშობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა გემბლინგი, პროსტიტუცია, პორნოგრაფია, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, სიგარეტი, სვინგერთა კლუბები, რომელთა მორალური სტატუსიც რბილად რომ თქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ხშირად უმრავლესობისთვისაც სრულიად ამორალურადაა მიჩნეული. შესაბამისად, თავისუფალი წარმოების სისტემა თავისთავად არც მორალურია და არც ამორალური. მისი მორალურობა ვაჭრობაში ჩართული ადამიანების მიზნებზეა დამოკიდებული და რა კი ეს მიზნები შესაძლოა იყოს როგორც კეთილშობილური, ასევე გარყვნილი, ბაზრის სტატუსიც ამის მიხედვით იცვლება. ზოგ შემთხვევაში მორალურია, ზოგ შემთხვევაში კი ამორალური. ამგვარად ბაზარი გავს ცეცხლს, იარაღს, დანას, საბეჭდ მანქანას, უზომოდ ეფექტიან საშუალებას, როგორც კარგი, ასევე ცუდი განზრახვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზრის დახმარებით ღირსშესანიშნავი შედეგების მიღება შეგვიძლია, მედალს მეორე მხარიც აქვს. მაშინ რატო ვცდილობთ ბაზრის ზოგიერთი აქტორის ამორალური აქტივობების დაცვას? ამ კითხვაზე პასუხი ლიბერტარიანიზმის ფილოსოფიიდან გამომდინარეობს, რომელიც მხოლოდ ერთ მთავარ პრობლემას უტრიალებს. ერთ კითხვას სვამს: რა შემთხვევაშია ძალადობა გამართლებული? და ამ კითხვის პასუხია, რომ ძალადობა გამართლებულია ან მხოლოდ თავდაცვის მიზნით, ან წარსულში მომხდარი აგრესიის საპასუხოდ. ეს სხვა ბევრ რამესთან ერთად იმასაც ნიშნავს, რომ მთავრობა არასწორად მოქმედებს, როცა აჯარიმებს, სჯის, ციხეში სვამს და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეს უსვამს იმ ადამიანებს, რომლებიც ამორალურად იქცევიან, მაგრამ არ ძალადობენ, არ ემუქრებიან ვინმეს, ან მათ ქონებას ფიზიკური აგრესიით. ლიბერტარიანიზმი არაა ცხოვრების ფილოსოფია. ის არ მოგვითხრობს, როგორ უნდა იცხოვროს კაცობრიობამ. ის არ აწესებს საზღვრებს კარგსა და ცუდს, მორალურსა და ამორალურს, მისაღებსა და მიუღებელს შორის. მეძავების, პორნოგრაფერებისა და ასე შემდეგ დასაცავად არგუმენტი ერთადერთია, რადგან ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ძალადობის ინიციატორები არ არიან, ლიბერტარიანული პრინციპების თანახმად,
მათაც არ უნდა გამოსცადონ ძალადობა სახელმწიფოს ან საზოგადოების მხრიდან. არ უნდა დაისაჯონ პატიმრობით ან ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ფორმით, თუმცა არც ისე უნდა აღვიქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები მორალურად, მისაღებად ან სამაგალითოდ მიიჩნევა ლიბერტარიანელთათვის.